სიახლეებით განვაგრძობთ. რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის და საიდუმლოს დარღვევის მუხლი დაიწყო. პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაადგენს, მინდა რატომ დაამონტაჟა ტელეკომპანიაში სათვალთვალო აპარატურა. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ში, სადაც გაესაუბრნენ არხის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს. პროკურორ გოგა კაციტაძის განცხადებით მოხდება იმ აპარატურის დემონტაჟიც, რომლითაც ფარული ჩანაწერები კეთდებოდა. დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158 მუხლით კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის, საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე. საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად ჩვენ მივმართავთ რუსთავი 2-ის თანამშრომლებს, რომ მათ აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ამ ფაქტში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა და დადგენა.